სწორედ ეს არის კითხვა, რაზეც პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია, თუ რას ეძებს ფინანსური პოლიცია გიორგი ჩიკვაიძის სახლში. ახლა საგურამოში ვართ, კვლავ და ადგილზე ვრჩებით და შეგიძლიათ ნახოთ, რომ უცვლელია სურათი ჩიკვაიძის სახლთან. აქ არიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ჩვენთან არ საუბრობენ და არ გვეუბნებიან მაგალითად, რატომ მოვიდნენ ჩიკვაიძის სახლში ზუსტად იმ დროს, როდესაც მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება და ჩიკვაიძეს გირაო შეუცვალო პატიმრობით, ხოლო მისი ბიზნეს პარტნიორის შემთხვევაში გირაო უცვლელი დატოვა, თუმცა მას შემდეგ რაც სასამართლოს ხდომა დასრულდა, პაპიაშვილის შემთხვევაში დაიწყო ადგილზე ჩხრეკა სასამართლო შესასვლელში ფოიეშივე, და შემდეგ გაგრძელდა ადვოკატის მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ სასამართლო დარბაზში. ამ შემთხვევაში მას შემდეგ რაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ჩიკვაიძის სახლთან მოვიდნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოითხოვეს ჩხრეკის მოტივით სახლში შესვლა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩიკვაიძის დედამ უთხრათ, რომ დაალოდებოდნენ ადვოკატს და მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ მისცემდა სახლში შესვლის შესაძლებლობას, რაც გაითვალისწინეს და ადვოკატის თანდასწრებით დაიწყო ჩხრეკა. დაახლოებით 3 საათი ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რა არის ამოღებული, რას ეძებენ ან რაზე ამახვილებენ ყურადღებას საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების სახლში ჩვენთვის უცნობია. მცირე კომუნიკაცია მართლაც ჰქონდა ჩიკვაიძის დედასთან, რომელმაც გითხრა, რომ დაზუსტებით მასაც არ ეუბნებიან, რას ეძებენ. ერთი რაც თქვა, რომ ნივთები არ დაუმტვრევია და არ დაუმსხვრევიათ, როგორც ეს ხდება ხოლმე ჩხრეკის დროს და მისთვის უცნობიან კონკრეტულად მოტივაცია რა არის სახლში შემოსვლის, ეძებენ რაიმე სახის დოკუმენტებს, ეძებენ ფულს, რაიმე სახის ჩანაწერებს, რადგან შესაძლოა ეს საქმე უკავშირდებოდეს და ფინანსთა პოლიციის შემოსვლა ჩიკვაიძის სახლში, ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთის მცდელობის საქმეს, რადგან შესაძლოა დაიწყოს ჩიკვაიძის წინააღმდეგ ეს საქმეც, რადგან ერთ-ერთი ვერსიით ის თითქოს სადახლოსკენ იმყოფებოდა, თუმცა ჩიკვაიძე ამბობს, რომ ამ დროს, როცა მას საგამოძიებო უწყება ეუბნება, რომ თითქოს სცადა და გაიარა სადახლოს მიმართულებით, ის იყო ნათესავებთან და ერთ-ერთ დღესასწაულს აღნიშნავდა. ოჯახმა არ იცის კონკრეტული მოტივაცია საგამოძიებო სამსახურის მათ სახლში შესვლის. ეძებდნენ და ჩხრეკა იყო ეზოშიც, სხვადასხვა მოწყობილობები ნახეს, სათავსოები დაათვალიერეს, იყო როგორც სახლის პირველ სართულზე, ასევე მეორე სართულზე ჩხრეკა და ახლა შეიტანეს ისეთი ნივთები, რითაც ხდება ხოლმე ოქმის შედგენა და ნივთების სპეციალურ პარკში ჩაწყობა და გამოტანა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩხრეკა ნელ-ნელა დასასრულისკენ, კი, მტკიცებულებების დასალუხად საჭირო ატრიბუტიკა შეიტანეს და შესაძლოა ვივარაუდოთ ამის გამო, რომ შესაძლოა უკვე ჩხრეკა ნელ-ნელა ბოლო დასასრულისკენ მიდის და შეიძლება მალე ვიხილოთ ან ნივთები, რომლებსაც გამოიტანენ და შემდეგ უკვე მოვისმენთ თუ ოფიციალურად უწყების წარმომადგენელი გადაწყვეტს კომენტარს ადგილზე რომ გააკეთოს, თუ არა და ოჯახის წევრი დედა ჩიკვაიძის და ადვოკატის სავარაუდოდ დაგველაპარაკება და გვეტყვის რა ხდებოდა სახლში დაახლოებით 3 საათიანი ჩხრეკის დროს. ჩხრეკა იყო ჩიკვაიძის სახლის გარდა მის ბიზნეს პარტნიორთან პაპიაშვილის ბინაშიც და იქ გითხრეს, რომ მაგალითად ტექნიკა ამოიღეს, კომპიუტერები, ტელეფონები, მეხსიერების ბარათები და ასეთი სიტუაცია იყო. ახლა უცნობია ჩვენთვის ამ შემთხვევაშიც ნახავენ თუ არა სახლში მაგალითად მეხსიერების ბარათებს და წაიღებენ თუ არა ეგრეთ წოდებულ ფლეშკებს, არ ვიცი და შესაბამისად ჩხრეკის დასრულების შემდეგ საინტერესოა ამბავი. არსებობს რამდენიმე კითხვა. პირველი რას ეძებენ, მეორე რომელი სისხლის სამართლის საქმის გათვალისწინებით შევიდნენ საცხოვრებელ სახლში და მესამე ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ახლა როდესაც შენ გვაჩვენებდი მან არსებულ სიტუაციას, გამიჩნდა არის ის, რომ მე ვხედავ მან შეიარაღებულ ნიღბიან პირებსაც, რომელიც სავარაუდოდ არის საგამოძიებო სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ხო? ვიცით, რომ სახლში იმყოფებოდა მხოლოდ გიორგი ჩიკვაიძის დედა, არავინ სხვა. რა საჭიროება იყო მან იარაღიანი სპეცრაზმელების გამოჩენის? რამე სხვა ვინმე იყო, ვინმე წინააღმდეგობას უწევდა თუ აი რატომ მოაბილიზეს მან ეს ადამიანები? რამე პასუხი გაგცეს ამ კითხვაზე?
ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, ჩვენ მქონდა მცდელობა, რომ საგამოძიებო სამსახურის სპეცრაზმის თანამშრომლობთანაც დაგვესვა კითხვა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. 20-ზე მეტი ადამიანია მოსული, როგორც ფინანსური პოლიციის, ასევე სპეცსამსახურის წარმომადგენლები, თუმცა ისინი არ გვპასუხობენ არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შევამოწმე სპეციალურად Facebook გვერდი, არ გავრცელებია განცხადება, რომ აეხსნა მაგალითად ორ ბინაში ბიზნეს პარტნიორების სახლებში რატომ შევიდნენ და რა მოტივით არიან ახლა და რატომ მიმდინარეობს შხრეკა. კითხვებზე პასუხები არ გვაქვს. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია და ის, რასაც ოჯახის წევრები გვიყვებიან. რაც ვიცით, მაგალითად პაპიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სტრესი იყო ის, რომ ამდენი ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი დაინახეს მათთან სახლში ბინაში მისული. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ველოდებით ოფიციალურ განმარტებას, კომენტარს ან შეუძლიათ გვითხრან, რატომ არიან 3 საათზე მეტია მათ ბინებში. მადლობა ნინო ღვედაშვილს, რომელიც უკვე რამდენიმე საათია ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ